1999 წლის სწავლობ ფერის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და კარატე. ორივე ერთნაირად მიყვარს და ვერცად ვერ გამოვარჩე. 4 წელი დავდიოდი კარატეში და მერე გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ დრო აღარ მყოფნიდა. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება ცეკვაში, ფეხბურთში, სკოლაში და თამაშში. კიდევ ჭამაში და ძილში. კარატეში მქონდა თეთრი ქამარი. მე მინდოდა მწვანე ქამარი მქონოდა. მქონდა 5 შეჯიბრება და 5ჯერ გავედი მეორე ადგილს. ერთხელ მქონდა ძალიან დასანანი მარცხი. ერთ-ერთ შეჯიბრებაზე მასწავლებელმა გვითხრა, ვინც წააგებს, წავიდეს სახლში. მე წავაგე და მოწყენილი წავედი სახლში. მაგ დროს დასრულდა ჩემი კარატის კარიერა. ახლა მიყვარს ფეხბურთი და 3 თვე ვთამაშობ ვესტჯორჯიაში. ჩემი მწვრთნელია გიორგი ფაღავა. ის არის მხიარული და მეგობრული მასწავლებელი. მე ვთამაშობ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა პასების განაწილება. ხშირად ვერთვების შეტევაში და გამაქვს გოლები. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 15 გოლი. 1 გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. მეკარე მონცა წინ პასი. მე მივიღე და ერთი კაცი წინ მედგა და ერთ-ერთზე შეუტიე, მოვატყუე და ცხრიანში ჩავაგდე. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება მატაობა. გამოსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხის ძლიერი დარტყმა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რონალდინიო. საყვარელი გუნდია რეალი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 67 ნომრით. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 90 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ ვიმუშავებ ზოომაღაზიაში. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე ჭკვიანია თემო კახაბერიძე. ყველაზე მშვიდია ლანა ბერიძე. ყველაზე ცელქია გეგა მიქელაძე. მე ვარ ყველაზე მხიარული და სევდიანი. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ლელა აბაშიძე. იმიტომ რომ ლამაზია, მხიარულია და მეგობრულია. ახლა მინდა ვიყო 20 წლის. იმიტომ რომ უკვე ვიქნები პროფესიონალი ფეხბურთელი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ძმა, მამიდა, ბებია და ბაბა. კიდე მინდა ვყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 3 წლის და ჰქვია ნიკოლას. ის არის ძალიან ცელქი, ჭკვიანი და მტირალა. სკოლაში რომ გაიზრდება, ალბათ გამოვა ბუღალტერი. მამიკო არის ჭკვიანი, სიმპათიური და შრომელი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და მეგობრული. ჩვენ ოჯახში ყველა ვართ მეგობრული. მე ვარ მეგობრული, სიმპათიური და ბრაზიანი. ვარ სიმპათიური და მყავს ლამაზი შეყვარებული. სოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 30 წლის. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბრაზილიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ხვების და მორჩილების სუპერძალა. შემდეგ მონაწილეებს ვტოვებ შეკითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია კვადროციკლი. ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება, ადამიანებზე დახმარება და კარგად ცხოვრება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.